ჩვენთან არის ღმერთი. დღეს წმინდა ეკლესია აღნიშნავს ჩვენი ქართველი, უკვე ქართველი იმდენად შემოვიდა ჩვენს ცნობიერებაში, ხსენებას არაბი ჭაბუკისა, აბო თბილელისა, ანუ აბო თბილელისა, სხვაგვარად, თანამედროვე ქართული თუ ვიტყვით. მოგეხსენებათ მისი ცხოვრებისა და მისი მარტვილობის შესახებ, ეს ღმერთის წყალობით ისწავლება სკოლებში, ისწავლებოდა ჩვენ პერიოდში, რამაც დიდი განზის შეგვძინა სულიერი გაგებით, თუნდაც შუშანიკის მარტვილობა თუ ავიღეთ, თუნდაც აბო თბილელისა, ხანძთელის ცხოვრებას ვსწავლობდით. იმ პერიოდში, როცა ჩვენ სწავლობდით ამ ცხოვრებებს და მარტვილობებს, თანამედროვე ქართული ტექსტი ამისი არ იყო და გვიწევდა ძველი ქართული ტექსტის გარჩევა, რომელიც ორმაგ შრომას მოითხოვდა, თქვენ ყველას გახსოვთ, როგორი შრომა იყო, ისეთი სიტყვები, რომელიც დღეს მივიწყებულია, მაგრამ მარგალიტია ჩვენი ფონდისა სიტყვიერის. ამ ყველაფერს ღმერთის სწავლობით ორმაგი შრომის შედეგად და სამაგი შრომის შედეგად ადამიანები ვსწავლობდით და მათ შორის იყო, თქვენ გახსოვთ, აბო თბილელის ცხოვრება და მისი წამება, რომელიც აღწერილია მერვე საუკუნეში, თანამედროვე იყო ავტორი აბოსი, როგორც ჩანს, და ამიტომაც ივანე საბანიძე, რომელმაც აღწერა მისი ცხოვრება და მარტვილობა, ეს ამ ადამიანს წიგნიერ კაცს და რატოა წიგნიერი და ღრმა ღვთისმეტყველი, ამას მოგახსენებ ცოტა მოგვიანებით. სამუელ კათალიკოსი, იმ პერიოდის მღვდელმთავარი, სთხოვს, რომ ღირსეულად აღწეროს ამ უდიდესი მარტვილის, თბილისში არაბთაგან წამებულის ჯერ ცხოვრება, მოქცევა და შემდგომ უკვე მარტვილობა. როგორი მარტვილობა ძალიან ზოგადად მაინც მოგახსენებთ, რომ ამოვარდნილი არ იყოს ჩვენი საუბარი კონტექსტიდან. აბო იყო წარმოშობით არაბი და როდესაც ნერსე ერისთავი გადაასახლეს ჯერ ბაღდადში და შემდგომ ბრუნდება იქიდან, მას გამოყვება არაბი აბო, ახალგაზრდა ჭაბუკი, რომელიც არის პროფესიით ნელსაცხებელთა შემზავებელი. გამოყვება ნერსეს ქართლში და როდესაც ჩამოვა აქ, რამოდენიმე ხანში იღებს ნათლისღებას, დაასმენენ არაბები, რომლებიც იმ პერიოდში ბატონობენ საქართველოში, ამირასთან დაასმენენ ამ კაცს და შეპყრობის შემდეგ თავს მოკვეთენ. მის ნაწილებს დაწვავენ და მტკვარში ჩაყრიან. ეს ძალიან მოკლედ რო ვთქვათ. ეს მთელი მხატვრულობით არის აღწერილი იმ 4 თავში, რომლის თლიანი შემადგენლობა არის 4 თავისულ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? რა თქმა უნდა, ეს აბოს მარტვილობა არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ არა მხოლოდ აბოზე აქვს საუბარი, არამედ საუბარია სწორედ ივანე საბანიძეზე, რომელმაც აღწერა, როგორც მოგახსენეთ, მისი ცხოვრება და არ არის შემთხვევითი, როგორც ფიქრობთ, რომ სამუელ კათალიკოსი ამ კაცს, თუმცა არ ვიცი ჩვენ ივანე საბანიძე ერისკაცი არის თუ სამღვდელო პირია, არ ჩანს. მკვეთრად არ ჩანს ამ თხზულებიდან გამომდინარე, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, შემთხვევითი არ არის სამუელის დამოკიდებულება ამ კათალიკოსისა ივანესადმი. და ტყუილა არ სთხოვს მას, რომ აღწეროს ღირსეულად აბო თბილელის მარტვილობა. როგორც ჩანს, ეს ავტორი ამ მარტვილობის არის უღრმესი ღვთისმეტყველი. და ამის დამადასტურებელი ნიშნები თვითონ ცხოვრებაში გვხვდება აბოს მარტვილობისა. როგორც მოგახსენეთ, პირველი თავი, უпроსტად 4 თავისაგან შედგება, მაგრამ პირველი თავი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომელიც
საუბრობს არაუშუალოდ აბოზე, არამედ ერთგვარი წინა სიტყვაობაა აბო თბილელის მარტვილობისა. შესავალი შეიძლება ითქვას. და ამ თავს პირველს ეწოდება ღვთის მოყვარეთათვის და მარტვილთ მოყვარეთათვის და გრძელის დასახელება გრძელდება შემდგომ. ეს ყოველივე, მაგრამ ძალიან ზოგადად ესეთი დასახელებაა. და აი ამ პირველ თავში მთელი ღვთისმეტყველებაა გადმოცემული იოანე საბანიზისა. აქედან გამომდინარე ჩვენ საუბრობთ და ვასკვნით, რომ იოანე საბანიზე უბრალო აღმწერი და ამბის მთხრობელი კი არ არის მარტვილობისა, არამედ არის ამავე დროს უდიდესი ღვთისმეტყველი. და რას ნიშნავს უდიდესი ღვთისმეტყველი, როცა ჩვენ ვამბობთ ამას? ნიშნავს იმას, რომ ესე იგი მერვე საუკუნეში აბო ეწამა 786 წელს. რამოდენიმე ხანში იწერება მისი მარტვილობა. ესე იგი მერვე საუკუნის ბოლოში იწერება მისი მარტვილობა იოანე საბანიზის მიერ და მანამდე რაც კი ლიტერატურა არსებობს საღვთისმეტყველო, ყველაფერი ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი იოანე საბანიზეს. და განსაკუთრებით, უბრალოდ აი ჩემი დაკვირვება იყო ერთგვარი ამასთან დაკავშირებით სპეციალური და უეჭველად შეიძლება ითქვას, რომ მან ზედმიწევნით, ესე იოანე საბანიზემ ზედმიწევნით იცოდა კაბადოკიელი მამების თხზულებები, ზედმიწევნით იცოდა. სხვაგვარად ის ამ წინა სიტყვობას ვერ დაწერდა, გამორიცხულია ეს. და რა გვაძლევს ამის უფლებას თქმისა? სანამ უშუალოდ აბო თბილელზე გადავიდოდეს, ჩამოთვლილი პირველ თავში არის ქრისტეს სახელები ამ ავტორისაგან. და ესეთ რამე მაცხოვრის განკაცებაზეა საუბარი და იმდენად ზედმიწევნითი დოგმატური ფორმულირებანი აქვს გამოყენებული, რომ უეჭველად ეს იქნებოდა ძალიან დიდი დოგმატიკოსი ამავე დროს. აი მაგალითად, რამოდენიმე სულ დაახლოებით 15 სახელია ქრისტესი მოყვანილი, მაგრამ აი განსაკუთრებით ერთ-ერთია მათგან გამოსაკვეთი. რამოდენიმეს მოგახსენებთ მხოლოდ. ქრისტესი ამბობს საბანიზე, გზა ეწოდა მას, ქრისტეს ესე იგი. რატო? იქვე განმარტებაა, იმიტომ რომ თავად თქვა, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. კიდევ ერთი სახელი, ტარიგი ეწოდა მას, ტარიგი როგორც წუთისოფლისთვის შეწირული. და ჩამოთვლილია ასეთი სახელები და ერთ-ერთი სახელთაგანი, რომელიც დასახელებული აქვს საბანიზეს, მარგალიტ ეწოდა მას და იქვე განმარტებულია, რატო მარგალიტი? და გახსოვთ მაცხოვარი ერთ-ერთ თავის საუბარში ამბობს, რომ სასუფეველი ცათა მსგავსია მარგალიტისა, რომელიც იპოვა ვაჭარმა და ყველაფერი გაყიდა, რათა შეეძინა იგი. აი ქრისტეს სახელთაგანი ერთ-ერთი ღვთის სასუფეველის იდენტური არის საბანიზესთვის მარგალიტი, ქრისტეს ერთ-ერთი სახელთაგანი. მდოგვის მარცვალი ეწოდა მას, ესე ძალიან საინტერესოა. რატომ მდოგვის მარცვალი? გახსოვთ თქვენ სახარებაშია ნათქვამი, ღვთის სასუფეველი მდოგვის მარცვლის მსგავსია ამბობს მაცხოვარი, რომელიც ყველაზე პატარაა თესლთა შორის, მაგრამ როცა გაიზრდება იგი, დიდ ხეთ იქცევა. მაცხოვრის ორ ბუნებოვნებაზე აქვს საუბარი. პირველი საღვთო ბუნება ის დიდი ხე, რომელიც გაზრდილია და მეორე ის თესლი პატარა, ყველაზე მცირე. ანუ იმდენად დაიმდაბლა მაცხოვარმა საკუთარი თავი, რომ მარცვალი ეწოდა მდოგვისა, რომლის გაზრდის შემთხვევაში, ესე იგი საღვთო ბუნების გამოჩენის შემთხვევაში, მის ტოტებ ქვეშ ფრინველები ისადგურებენ, ანუ ჩვენ ყველანი, ამბობს იოანე საბანიზე. ეს პატარა ღვთისმეტყველება არ არის, მაგრამ აი ისევ დაუბრუნდეთ, საიდანაც დავიწყეთ. ეს მაინც სახარებიდან აღებული სახელებია.
მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც აცხადებს პრეტენზიას და აქედან გამომდინარე, ჩვენ ხვდებით, რომ კაბადოკიური ღვთისმეტყველება, კერძოდ ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და გრიგოლ ნოსელის თხზულებების ზედმიწევნით რო იცის, იოანემ საიდან ჩანს? ტერმინი არის ესეთი ქრისტესთან დაკავშირებული. მატლ ეწოდა მას. რამე თუ მოატყუა ეშმაკი თავისი განკაცებითა. აი ეს გამონათქვამი პირველად ჩვენ ხდება ბასილი დიდთან. შეიძლება მანამდეც არის, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი, მე რაც ვიცი, პირველად პატრისტიკაში, ანუ მამათა შრომებში ყველაზე გამოკვეთილად დაწერილი აქვს ბასილი დიდს. შემდგომ გრიგოლ ღვთისმეტყველს იმეორებს ფაქტობრივად და გრიგოლ ნოსელს, მის ძმას, ბასილი დიდის ძმას. ესე იგი, ეს ტერმინი, რაც გამოიყენა ესე იგი იოანეს საბანისემ, ეს ყველაფერი მატლობა, ესე იგი მაცხოვრისა, აღებული არის კაბადოკიელი მამებისაგან. სხვაგვარად ის ვერ დაწერდა ამას. ამას ეწოდება ღვთისმეტყველებაში საღვთო სიცრუე, როდესაც ღმერთმა ეშმაკი თავისი განკაცებით მოატყუა. მაგრამ გავმარტოთ ახლა რას ნიშნავს ეს. დამასკელსაც მერვე საუკუნეში იგივე ტერმინი აქვს გამოყენებული კაბადოკიელებიდან გამომდინარე. ახლა იოანე რას ამბობს და არა მხოლოდ იოანე, არამედ კაბადოკიელი მამები რას ამბობენ? რატო ეწოდება მას მატლი? პირველად, როდესაც მატლი ხდება ჩვენ ზოგადად საღვთისმეტყველო ისტორიაში, წმინდა წერილია ამის წყარო. შემდგომში კაბადოკიელები კი იმეორებენ, მაგრამ პირველი წყარო არის წმინდა წერილი. შეგახსენებთ, ერთ-ერთი მუხლი ფსალმუნის არის ესეთი: ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, შეურაც ერისა. ესე მატლობა ამ შემთხვევაში არის მაცხოვრის ადამიანურ ბუნებაზე მითითება. დავითმა გამოიყენა ფსალმუნში, მაგრამ კაბადოკიელები როგორ იყენებენ? ბასილი დიდი, მეოთხე საუკუნის უდიდესი მოძღვარი, ესეთ რამეს ამბობს, რომ როგორც მატლი ჩამოცმული სამჭედურზე, ესე იგი ნესკავზე, იწვევს თავისაკენ თევზს და თევზი ჩაყლაპავს რა მას, გამოჩნდება, რომ დათრგუნულია იგი, ესე დაჭერილია მახეში. ასეთი კუთხით და ასეთი სახით მაცხოვარმა განიკუთვნა და მიიღო ადამიანური ბუნება, სრული კაცება და ეშმაკს ეგონა, რომ საქმე ღმერთთან კი არა, ლიტონ კაცთან ქონდა. და ამიტომ მოაკვლევინა იუდეველებს იგი. ეშმაკს რომ სოდნოდა, რომ ეს განკაცებული ღმერთი იყო, არ მოაკვლევინებდა. რატო არ მოაკვლევინებდა? იმიტომ რომ გამოჩნდებოდა მეორე ბუნება მისი. დამცრომილი კი არა, ადამიანური კი არა, არამედ მეორე ბუნება გამოჩნდებოდა. ნესკავი, რასაც ბასილი დიდი უწოდებს. მატლი ადამიანური ბუნება მისი, რომელმაც მოიწვია, რათა ჩაეყლაპა ეშმაკს, როგორც თევზის სიმბოლოა ამ შემთხვევაში, ხოლო მატლი თავად მაცხოვარი ადამიანური ბუნებაა მისი, რომელმაც მოიწვია, რათა მოაეკლა ეშმაკს იგი, რათა თავისი ადამიანური სიკვდილით დაეთრგუნა სიკვდილი ბუნებითი ეშმაკისეული. აი ეს გამონათქვამი, როგორც მოგახსენეთ, პირველმა ესეთი სისრულით გამოიყენა ბასილი დიდმა საღვთო მოტყუების შესახებ. ეხლა გრიგოლ ღვთისმეტყველს მივხედოთ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, მე როგორც მახსოვს, შეიძლება სხვა ადგილებშიც არის, მაგრამ მე როგორც ვიცი, ორ ადგილას ლაპარაკობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ჰომილიები ნათლის ღებასთან დაკავშირებულნი. გუშინ ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე. ესე იგი, ნათლის ღებასთან დაკავშირებული ჰომილიები ესეთი ძალიან მოკლე ფორმულირებით აქვს გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით გრიგოლ ღვთისმეტყველს. გრიგოლი ამბობს ესეთ რამეს, რომ
ბოროტების მესი ბრძენ კაცმაო ღმერთობის იმედით მოატყუა პირველი ადამიანი მაგრამ თავად აღმოჩნდა იგი მოტყუებული მეორე ადამის ხორცის სამჭედურით უფრო მარტივად რო ვთქვათ ესე იგი ამ მესი ბრძნემ მოატყუა რომ ღმერთები გახდებითო თქვენო მაგრამ თავად მოტყუებული გამოვიდა როდის განასამოთხეშია პირველი ადამის პერიოდში როდესაც მეორე ადამმა შეიმოსა ადამიანური ბუნება ანუ მატლობა შეიმოსა მაშინ ჩაყლაპა იგი რატო იმიტომ რომ ლიტონი ადამიანი ეგონა მატლი ეგონა თევს და ჩაყლაპა თავად მოტყუებული აღმოჩნდა და კიდევ მეორე გზის ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი თუ კი ნათლისღების შემდეგ შენ მძლავრი დაგეტაკება ესე იგი ეს ეშმაკი თუ მოვა შენთან არ გაგვიკვირდეს შენ იმიტომ რომ ბუნებით ნათელს როცა ნათელიღო მან მაშინ დაეტაკა უკეთური გახსოვთ როცა მაცხოვარმა ნათელიღო გადის უდაბნოში 40 დღე და ღამე მარხულობს და მაშინ გამოცდებს უწყობს ეს უკეთური ძალა ნათლისღების შემდეგ მაცხოვარსაც ესე მოუვიდაო და არ გაგიკვირდეს შენ როდესაც ნათლღებული ხარ და ეშმაკის მძლავრობა იქნება შენზე ეს გრიგოლ ღვთისმეტყველი აშკარად მიუთითებს იმ მატლობაზე მაცხოვრისა და გრიგოლ ნოსელი ძმა ბასილი დიდისა შეიძლება სხვა ადგილასაც აქვს მაგრამ მე რაც მახსოვს აქვს ესეთი ადგილი მოსეს ცხოვრება განმარტებული აქვს გრიგოლ ნოსელს და ერთ-ერთი ეპიზოდი ესეთ რამეს მოგვითხრობს რომ როდესაც ფარაონთან მივიდა მოსე წინასწარმეტყველი და ეუბნება რომ უნდა გაუშვა ჩემი ხალხი და ფარაონის წინაშე სასწაულს აღასრულებს კვერთხს დააგდებს გველად გადაიქცევა ეს კვერთხი და შემდგომ კვლავ ჯოხად იქცევა აი გრიგოლ ნოსელი ესეთ რამეს ამბობს და ესე განმარტავს ამ მდგომარეობას ეს ჯოხი გველად ქცეული ქრისტეს მოყვარე ერმა არ დამძრახოს მაგრამ ვიტყვი რომ იგი ქრისტეა რომელმაც გველობა განიკუთვნა ძალიან რთულია ამის გაგება და ამიტომაც თითქოს ბოდიშს იხდის გრიგოლ ნოსელი რომ სწორად გაიგოს ქრისტეს მოყვარე ხალხმაო რატო არის რთულად გასაგები იმიტომ რომ ბიბლიაში ყველგან გველი ასოცირდება ეშმაკთან გველი ყოველთვის ეშმაკის სიმბოლოა მაგრამ ამ შემთხვევაში გრიგოლი ნოსელი ამ შემთხვევაში ამბობს რომ ქრისტეს სიმბოლოა ეს გველი რამე თუ მან გველობა განიკუთვნა რას ნიშნავს გველობა განიკუთვნა და რატო განიკუთვნა რათა დასაბამიერი გველი შეეტყუებინა თავისი გველობითო მოეტყუებინა იგივე აზრი რაც ბასილი დიდთან რაც გრიგოლ ღვთისმეტყველთან და ასე შემდეგ და შემდგომში გრიგოლ ნოსელთან გვხდება ჩვენ ესე რა მდგომარეობაა რატო განიკუთვნა რას ქვია გველობა განიკუთვნა მან გველი კი არ გახდაო გველობა განიკუთვნა ნიშნავს რომ მიიღო მან დაცემული ადამიანური ბუნება და ეშმაკს ეგონა რომ ეს კაცი ცოდვილი კაცია თუ კი ცოდვილი ბუნება განიკუთვნა მაგრამ თვითონ უცოდველი იყო ძალიან საყურადღებოა გაგება იმისა რომ გველი კი არ გახდა როგორც ეშმაკი არამედ გველობა განიკუთვნა რათა მოეტყუებინა თავისი გველობის მიღებით დასაბამიერი გველი ეს კი ცოდვისმიერი ბუნება მიიღო
და დასაბამიერმა გველმა იფიქრა, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც სხვა ადამიანები. სოდვილი კაცია იგი. მოდი ჩავყლაპავ მას და აღარ იქნება სიმართლე ქადაგებული ამ წუთის სოფელში. აი ამას ქვია, რომ უცოდველმა ცოდვა განიკუთვნა. უცოდველმა გველობა განიკუთვნა, რათა დასაბამიერი ცოდვა მოეკლა. ხა დაუბრუნდეთ ისევ იმას. აი ესეთი ღვთისმეტყველებაა კაბადოკიური ღვთისმეტყველება. ეს ერთ-ერთი ასპექტია წმინდა მამათა შრომებში. კაბადოკიური ღვთისმეტყველება ამით არ სრულდება. ეს არის ერთ-ერთი მათი ღვთისმეტყველების ნაყოფი. და აი სწორედ ამაზე ააგო ივანე საბანიძემ თავისი მარტვილოლოგიური ცხოვრებითი თხრობა აბო თბილელისა. აი ეს მატლი რომ არ ყოფილიყო მასში ამ ცხოვრებაში ნახსენები, ჩვენ ვერ ვიტყოდით, რომ ივანე საბანიძე დიდი ღვთისმეტყველია. იქნებოდა ღვთისმეტყველი, კი, უეჭველად, იმიტომ რომ ის რაც ჩამოთვალეთ მარგალიტი, მდოგვისმა და ასე შემდეგ, ესეც ღვთისმეტყველებაა, მაგრამ მაინც სახარებისეული თხრობიდან არის ნასესხები. მაგრამ მატლის სახარებაში მაცხოვრის სიტყვებიდან ჩვენ არსად არ ხვდება. ერთადერთხელ ხვდება დავით მეფსალმუნის ფსალმუნში. როგორც ეს ძველი აღთქმაა. ახალ აღთქმაში ამაზე საუბარი არ არის. მაცხოვარი საკუთარ თავს გზას, ჭეშმარიტებას, ცხოვრებას უწოდებს. მატლი არსად არ არის ხსენებული. მატლობა ხსენებული არის ჯერ ორიგენესთან მესამე საუკუნეში და შემდგომ კაბადოკიელ მოღვაწეებთან, ბასილი დიდთან, გრიგოლ ღვთისმეტყველთან და გრიგოლ ნოსელთან და შემდგომში უკვე სხვა მამებიც სესხულობენ ამ იდეას. მათ შორის წმინდა ივანე დამასკელი და მათ შორის მერვე საუკუნის ეს დიდი ქართველი ღვთისმეტყველი ივანე საბანიძე, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, ტყუილა კი არ გამოირჩია სამუელ კათალიკოსმა, რომ აღეწერა მას აბო თბილელის მარტვილობა. არამედ იცოდა, რომ ისე შეამკობდა, რომ ქართველი ხალხისთვის გარდა იმისა, რომ აბომ იმარტვილა და ამაზე მოეთხრო, გარდა ამისა, ექნებოდა ძალიან ღრმა ღვთისმეტყველება ჩამოყალიბებული. და ამაზე იზრდებოდა ჩვენი წინაპარი. მარტო ცხოვრება კი არ არის ამ შემთხვევაში და მარტვილობა მნიშვნელოვანი აბოსი. არამედ მნიშვნელოვანია წინა სიტყვაობა მისი. და ამას ხვდებოდნენ იმ თანამედროვე პერიოდში, იმ პერიოდში მცხოვრები ქართველები. იმიტომ რომ ეს უკვე გავრცელებული იყო ამ ცხოვრებაში და კიდე მე-11 საუკუნეში ითარგმნებოდა ისეთი ძეგლები, რომელიც ამაზე იყო აგებული. სამწუხაროდ მე მივიწყებას მიეცა ეს და როცა დღეს ფილოლოგი კითხულობს სკოლაში მასწავლებელი ამ ცხოვრებას ასეთ რამებს ყურადღებას არ აქცევს. გონია რომ ეს წინა სიტყვაობა და არის და ეს უნდა იყოს და რა მოხდა ახლა რა ქრისტეს სახელებია ჩამოთვლილი და მორჩა. სინამ ქრისტეს სახელებზე კი არ არის მხოლოდ საუბარი. რამდენად დიდი განმარტება ამ სახელებისა მოცემული განკაცებასთან დაკავშირებული. რომ ამ განკაცებულ ღმერთს მიემსგავსა სრულად აბო თბილელი. განკაცებული რო არ ყოფილიყო, შეიძლება ეს სახელები არ ჩამოეწერა აბო იმის ივანე საბანიძეს. აბო რადგანაც მარტვილია და მსგავსია მაცხოვრისეული ღვაწლისა მარტვილობის კუთხით, ამიტოა ჩამოთვლილი რომ მას ეწოდა ეს და წარმოჩენილია მისი ადამიანური ბუნება, რომელსაც მისდევს მთელი მარტვილთა გუნდი და მწყობრი. დაგლოცოთ ღმერთმა და წმინდა აბო თბილელი იყოს ჩვენი მფარველი, შემწე და მეოხი ღვთის წინაშე. დაგლოცოთ ღმერთმა.